ჩვენს ჩატში და მოგესალმებით, როგორც ვატყობ, ჩვენ უკვე ლაივზე გავედით, თუმცა ტრადიციულად რამოდენიმე წუთი დაველოდეთ იმისათვის, რომ შემოგვიერთდნენ ჩვენი ერთგული მაყურებლები და სმენელები. შეგვიძლია პრინციპში დავიწყოთ და დარწმუნებული ვარ, რომ დრო და დრო შემოგვიერთდებიან ჩვენი სმენელები. მოგესალმებით, Facebook Live ისე უბრუნდება. თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ დღეს უხსნით ასე ვთქვათ სეზონს, რომელსაც წარმოგიდგენთ მშობლისკივრი და მაგ ჯორჯია. დღეს გველოდება საინტერესო თემა, ეს არის ინკლუზიური განათლება და დასაქმება. რომელზედაც ვისაუბრებთ ჩვენს საინტერესო სტუმართან ერთად. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ კითხვები, კომენტარების სახით შეგიძლიათ დატოვოთ, რომელსაც შემდეგ გავახმოვანებ და ჩვენი მოწვეული სტუმარი მას აუცილებლად უპასუხებს. ჩვენი პირდაპირ ლაივი ტრადიციულად ითარგმნება ჟესტურ ენაზე და ამაში გვეხმარება ლეკუნა ჯაფოშვილის ტრადიციულად და მადლობა ამისათვის ლეკუნა. მოკლედ დავიწყოთ ჩვენი Facebook Live. როგორც უკვე ვახსენე, ეს გადაცემა ეძღვნება ინკლუზიურ განათლებას და დასაქმებას, ვინაიდან განათლების მიღება ყველა ბავშვისათვის წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას, ვინაიდან და რადგანაც სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობა ყველა ბავშვისათვის მიუხედავად მისი საჭიროებებისა. ინკლუზიური განათლება საქართველოში 2026 წელს დაინერგა და სწორედ რომ რა არის ინკლუზიური განათლება და როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში, ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებთ ჩვენს მოწვეულ სტუმართან, ლიკა ბაციკაძესთან ერთად, რომელიც არის სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. ლიკა, მოგესალმები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ პარასკევს საღამოს ჩვენთან ერთად ხარ, დაგვთანხმდი და შენთან ერთად დაახლოებით 40 წუთს ერთ საათს გავატარებთ. და ამისათვის კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შენ. დავიწყოთ ლიკა გამხსნელი კითხვით, მთხოვ რომ ჩვენს სმენელებს უთხრა, რას გულისხმობს და რაში მდგომარეობს ინკლუზიური განათლების არსი. მოგესალმებით, მეც ყველას, ჟესტურ ენაზეც მოგესალმებით. ძალიან მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა. დღეს ძალიან საინტერესო საკითხებზე ვისაუბრებთ, როგორც მარიკომ თქვა. გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკაში ინკლუზიური განათლების დანერგვა არის ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებული, ვიმედოვნებ, რომ დღეს ამ საკითხებზე მსჯელობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ თემის აქტუალიზებას და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასაც. ინკლუზიური განათლება პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ არის საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებაში ყველა პირისათვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას ამ პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. იქნება ეს ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ლინგვისტური, ემოციური, ეთნიკური, რასობრივი, გენდერული თუ სხვადასხვა მახასიათებლები. უშუალოდ ბავშვებთან მიმართებით ინკლუზიური განათლების მიზანი არის ის, რომ ყველა ბავშვს მივცეთ თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლის და ხარისხიანი განათლების მიღების საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, იმიტომ რომ ეს კომპონენტიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა თქვათ ისიც, რომ ინკლუზიური განათლების საერთაშორისო მოდელის მიხედვით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არის ზოგად საგანმანათლებლო სკოლის და კლასის სრულუფლებიანი წევრი და ის უნდა სრულყოფილად იყოს ჩართული ყველა აქტივობაში, იქნება ეს სასკოლო თუ საკლასო, როგორც შიდა, ისე გარე აქტივობები. ასევე აუცილებელია ხაზი გაუსვათ იმას, რომ ინკლუზიური განათლება არის უფლება და არა პრივილეგია კონკრეტული ჯგუფისათვის, ამიტომ ის გამოხატავს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას და ემიჯნება ქველმოქმედებით დამოკიდებულებებს, რომლებიც არც თუ ისე ცოტა ხნის წინ იყო დამკვიდრებული როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, ისე ჩვენს ქვეყანაშიც. ინკლუზიურ განათლებაზე საუბრისას ასევე გვერდს ვერაულით იუნესკოს ალამაკას დეკლარაციას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ფაქტობრივად ამ დოკუმენტში გაჟღერდა ის ახალი კონცეფციები, რაც
ძველი მიდგომები საპირწონედ უნდა დავნერგოთ. ამ დოკუმენტის თანახმად ყველა ბავშვს, მათ შორის განათლების სფეროში დროებითი ან მუდმივი მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვს, უფლება აქვს ისწავლოს სასკოლო დაწესებულებაში, უფლება აქვს მიიღოს განათლება ისეთ გარემოში, რომელიც მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. ასევე დოკუმენტი ხაზს უსვამს იმას, რომ აუცილებელია სპეციალისტების ჩართულობა ამ პროცესში და მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვადასხვა ფაქტორები, არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობა, არამედ სხვადასხვა ფაქტორები, იქნება ეს სოციალური, ენობრივი თუ ასე შემდეგ, ეს უნდა იყოს დანახული, აღქმული და ამის შესაბამისად უნდა იყოს სწავლის პროცესი დაგეგმილი. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სპეციალური კომიტეტი, გაეროს კომიტეტი ინკლუზიურ განათლებაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს და სწორედ ძალიან კარგ ხაზგასმას აკეთებს იმაზე, თუ როგორ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან გარიყვა, სეგრეგაცია, ინტეგრაცია და ინკლუზია. იმიტომ რომ თუ ამ 4-ს შინაარსობრივად ვერ გავაანალიზებთ, მაშინ ინკლუზიური განათლების, ხარისხიანი ინკლუზიური განათლების დაგეგმვა არის ძალიან რთული. მოკლედ მინდა განმარტო ჩვენი მსმენელისათვის, რას მოიცავს თითოეული მისგანი. გარიყვა არის მაგალითად, როდესაც მოსწავლე სტუდენტს პირდაპირ ან ირიბად ეთქმის უარი, ან ხელი ეშლება ნებისმიერი ფორმით განათლებაზე წვდომაზე. სეგრეგაცია ნიშნავს შიშიმი მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისათვის ცალკე გარემოს გამოყოფას, რომელიც მორგებული არის მხოლოდ რამდენიმე საჭიროების საპასუხოდ და არის სხვა სტუდენტებისგან იზოლირებულ სივრცეში. ინტეგრაცია ეს არის შიშიმოპირთა მოთავსება ჩვეულებრივ საგანმანათლებლო სივრცეში, თუმცა იმ მიდგომით, რომ მათ შეუძლიათ სტანდარტიზებულ მოთხოვნებზე მორგება და ჩვენ სწორედ აი ამ პრინციპით მივდივართ, ანუ მათგან მოველით იმას, რომ ისინი უნდა მოერგონ სისტემას, რაც ასახად არასწორია და ინკლუზია კი მოიცავს სისტემურ რეფორმას, რომელიც გულისხმობს მოდიფიკაციებს ცვლილებებს შინაარსში, სწავლების მეთოდებში, სტრატეგიებში, მიდგომებში, რათა ყველა სტუდენტის საჭიროება, ყველა მოსწავლის საჭიროება იყოს დაკმაყოფილებული და კომბინირებული განათლება იყოს მიწოდებული თითოეული სტუდენტისა და პირისათვის. ამიტომ ინტეგრაცია ავტომატურად არ ნიშნავს ინკლუზიას და ძალიან კარგად უნდა გავაანალიზოთ ეს, როდესაც ვსაუბრობთ იმ რეფორმებზე, თქვათ, რომლებიც იგეგმება 2006 წლიდან და ტარდება ამ სფეროში, ხომ? ყველა უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ინსტიტუციონალიზაცია იყოს უარყოფილი, მოხდეს დეინსტიტუციონალიზაცია და ერთიან ცენტრალურ განათლების სისტემაში ამ პირთა სრულყოფილი ჩართვა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებით. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძირითადად ინკლუზიური განათლების არსი მდგომარეობს სწორედ ამაში და ვიმედოვნებ იმას, რომ მალე ძალიან განათლების სფეროში დასაქმებული თითოეული პერსონალი იმ ვთქვათ გადამზადებების პერიოდში, რომელსაც ისინი გაივლიან, სიღრმისეულად გაიაზრებენ აი ამ ინკლუზიური განათლების არსს და უფრო მეტად დაეხმარება ეს მათ, რომ გაცილებით უფრო ხარისხიანი განათლება მიაწოდონ შიშიმურ ბავშვებს და მოსწავლეებს. დიახ, მადლობა ლიკა, უბრალოდ რომ დავაზუსტოთ ინსტიტუციალიზაცია და დეინსტიტუციალიზაცია ეს ტერმინები, ანუ უარყოფილი უნდა იქნეს ინსტიტუციალიზაცია, ეს როდესაც ხდება სეგრეგირებულად ერთ ნაწილში მოთავსება შიშიმურ პირების, ხო? და უნდა მოხდეს ინკლუზია საერთო სასწავლებელში ყველა შეზღუდვის მქონე პირები, ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სწორედ ამას გულისხმობს თუ სწორად ახსენი ჩვენი მსმენელებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები აუცილებლად უნდა ჩაერთონ ამ დეინსტიტუციონალიზაციის კარგად დაგეგმილ და სტრუქტურირებულ პროცესში, რამაც საბოლოოდ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ერთიან განათლების სისტემაში მოვახდინოთ სრულყოფილი ჩართულობა. კი ბატონო, მადლობა ლიკა. ლიკა, როგორც ვახსენეთ, შენ ხარ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. ახლა ჩვენ მსმენელებს რო ვთხარ, როგორია სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობა ამ მიმართულებით? კი ბატონო, მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. ჩვენ ვავლენთ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და იმ მექანიზმებით, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია, ხელს უწყობთ ამ უფლებების და თავისუფლებების აღდგენას. შესაბამისად, ჩვენთან სხვადასხვა თემატური დეპარტამენტები ფუნქციონირებს და ერთ-ერთი ასეთი დეპარტამენტი არის სწორედ ის დეპარტამენტი, რომელსაც მე წარმოვადგენ დღეს, რომელიც შეიქმნა 2015 წლის 15 იანვარს და ჩვენი უმთავრესი ფუნქცია არის გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის კონვენციის შიშიმურ პირთა უფლებების კონვენციის
პოპულარიზაციის, დაცვის და იმპლემენტაციის მონიტორინგის განხორციელება. Აი სწორედ ამ კომპონენტებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში ჩვენ ძალიან ბევრ კომპლექსურ საქმიანობას ვახორციელებთ და მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება, რომელიც ამ კონვენციით არის გათვალისწინებული, კერძოდ 24 მუხლით, ეს არის სწორედ ინკლუზიური განათლების დანერგვის ვალდებულება. და ჩვენ სხვადასხვა მექანიზმებს ვიყენებთ იმისათვის, რომ პრაქტიკაში ვნახოთ, როგორ ხორციელდება 24 მუხლის დანერგვა. მათ შორის ზედამხედველობას ვუწევთ, როგორც არსებული რეგულაციების დანერგვის პროცესს, ისე განვიხილავთ ინდივიდუალურ განცხადებებს, ვაანალიზებთ სისტემურ გამოწვევებს, ვახორციელებთ მონიტორინგს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის სკოლებში, რომლის სპეციალური ანგარიშიც ჰქონდა გამოცემული. ასევე საპარლამენტო ანგარიშს, რომელსაც ყოველწლიურად წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს, ამ ანგარიშიც ვუთმობთ ხოლმე ცალკე ქვეთავს სწორედ ინკლუზიურ განათლებას, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ასევე უმთავრესი და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე. კერძოდ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, მუნიციპალურ სამსახურებთან, ბაგაბაღების პერსონალთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა პერსონალთან, მათ შორის ინკლუზიური განათლების სპეციალისტებთან, მშობლებთან, შიშიმო პირებთან ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს და ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს ამ შეხვედრებზე რა თქმა უნდა წარმოადგენს ხოლმე ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხი. ასევე შევახსენებ მსმენელებსაც, რომ ჩვენ ხშირად საკუთარი ინიციატივითაც ვიწყებთ ხოლმე საქმის შესწავლას, მათ შორის განათლების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე შესაბამისი მსვლელობა მიეცემა ხოლმე ამ საქმეს. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობა არის ძალიან კომპლექსური ინკლუზიური განათლების ჭრილში და სამომავლოდაც ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სწორედ ინკლუზიური განათლების რეალიზება პრაქტიკაში. კი ბატონო, მადლობა. ლიკ, ეხლა კანონმდებლობაზე რო გადავიდეთ, აი რა ძირითადი რეგულაციები არსებობს ინკლუზიურ განათლებასთან მიმართებით და რა გარანტიებს ითვალისწინებს ისინი? ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, მარიკო, იმიტომ რომ პირველ რიგში სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა არის აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ მოხდეს ხარისხიანად ამ უფლებების განხორციელება შშმ პირთა მხრიდან. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით შშმ პირებს აქვთ განათლების უფლება დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე, მათ შორის გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი, მეოთხე მიზანი ცხადს უსვამს ინკლუზიური, ხარისხიანი და სამართლიანი განათლების მნიშვნელობას, ასევე კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მსოფლიო დეკლარაცია განათლება ყველასთვის, ვახსენეთ სალამანკას დეკლარაციას და მისი სამოქმედო ჩარჩოც, ხო, ესაც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის. ყველა მათგანი მოიცავს ზომებს, რომლებიც ემსახურება სწორედ განათლების უფლების სწორად გაგებას და ცნობიერების გაზრდას. ასევე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ გაეროს კონვენცია, რომელზეც საუბარი ჰქონდა და საქართველოში ძალაში არის 2019 წლის 12 აპრილიდან, იმიტომ რომ ეს კონვენცია ადგენს ინკლუზიური განათლების როგორც ხარისხის კომპონენტის განხორციელების, ისე მისი უწყვეტობის ვალდებულებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა საფეხურზე შშმ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ბარიერები და ისინი უნდა სხვა მოსწავლეთა და სტუდენტთა თანაბრად იყვნენ ჩართული ყველა საგანმანათლებლო პროგრამაში, ყველა საფეხურზე. ასევე აღნიშნული კონვენცია განსაკუთრებულ გარანტიებს ადგენს შშმ ბავშვებისათვის და მე-7 მუხლის მიხედვით ყველა ქმედებაში, რომელიც ეხება შშმ ბავშვებს, უმთავრესი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. იმიტომ რომ საუკეთესო ინტერესის კონცეფცია არის მიმართული ყველა უფლების სარგებლობაზე და ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე. და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მოგეხსენებათ, რომ არის სწორედ განათლების უფლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის გაეროს კონვენცია ამ კუთხით და თვითონ ინკლუზიურ განათლებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ კონვენციონალურად განვმარტოთ თავად შშმ პირის ცნებას და შშმ ბავშვის ცნებას, ხო და ამასაც მინდა მოკლედ შევეხო, რომ შეზღუდული შესაძლებელი. და ლიკა, როდესაც ბოდიში რო გეჭერო, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ შშმ მოსწავლეზე, ჩვენ გულისხმობთ საგანმანათლებლო სივრცეში სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ხო? კი, ანუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი მოიცავს სხვადასხვა ჯგუფებს, მათ შორის არის როგორც ენობრივი ბარიერის მქონე, ისევე სოციალური სირთულეებთან დაკავშირებული მოსწავლეები და ერთ-ერთი ჯგუფი, მნიშვნელოვანი ჯგუფი არის სწორედ შშმ პირები, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც ასევე არის SSM მოსწავლის ერთ-ერთი ქვეჯგუფი. ამიტომ შშმ ბავშვებზე რომ ვსაუბრობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ის, რომ
ზოგადად ეს ტერმინი არის დინამიური და წარმოადგენს როგორც ჯანმრთელობის დარღვევის მქონე ბავშვებს, ასევე მათ მიმართ დამოკიდებულების და გარემო ბარიერების ურთიერთქმედების შედეგს, რაც აფერხებს ამ ბავშვთა თანაბარ სრულყოფილ ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ანუ როგორც ვხედავთ, აქცენტი გადატანილი არის გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე არსებულ ბარიერებზე, მათ შორის განათლების სისტემაში და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ აი ამ შესაძლებლობათა გათანაბრებაზე ორიენტირებული პოლიტიკა იყოს განხორციელებული სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის განათლების სექტორშიც. იმიტომ რომ ამის გარეშე ვერ იქნება მიღწეული ვერც სხვა უფლებათა რეალიზება და ვერც რა თქმა უნდა ინკლუზიური განათლების სათანადოდ დანერგვა ქვეყანაში. ასევე მინდა მოკლედ შევეხო მისაწვდომობის უფლებას, იმიტომ რომ ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ეს განათლების რეალიზებასთან. და კონვენციის მე-9 მუხლი ამბობს იმას, რომ სახელმწიფო ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს იმისათვის, რათა კომუნიკაციის, ინფორმაციის, სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, მომსახურებების თუ სხვადასხვა შენობა-ნაგებობების მისაწვდომობა უზრუნველყოს შიშიმ პირებისათვის. შესაბამისად, თუ კი ეს საბაზისო მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, ხო და თქვათ გადაადგილებასთან, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით იქნება არსებითი გამოწვევები, რა თქმა უნდა, მაშინ ვერ ვისაუბრებთ ხარისხიან ინკლუზიურ განათლებაზე, იმიტომ რომ ამის გარეშე ეს არის ფაქტობრივად წარმოუდგენელი. ასევე მნიშვნელოვანია ვახსენოთ გონივრული მისადაგება, იმიტომ რომ კონვენცია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ამაზეც და გონივრულ მისადაგებაზე უარს აცხადებს დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად. ამიტომ მნიშვნელოვანია განათლების სექტორში დასაქმებულმა პირებმაც, მათ შორის ძალიან ხშირად პრაქტიკაში ეს არის ხოლმე პრობლემური უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ სათანადოდ არ აქვს გააზრებული თუნდაც საგამოცდო ფორმატების პროცესში, რას ნიშნავს გონივრული მისადაგების ვალდებულება და რომ სტუდენტს უნდა მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი შევთავაზოთ და ფორმატები შევთავაზოთ. ამიტომ ესაც ძალიან მნიშვნელოვანია და განათლების უფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული და რაც შეეხება უკვე ეროვნულ კანონმდებლობას, უნდა აღვნიშნოთ ის, რომ 2020 წლის 14 ივლისს ჩვენ მივიღეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონი, რომლის 27 მუხლით საკმაოდ მნიშვნელოვანი გარანტიები გაიწერა და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კერძო სექტორიც მოიცვა ამ მუხლმა და განათლების სამინისტროს ვალდებულებად გაიწერა ის, რომ მან უნდა უზრუნველყოს შიშიმ პირთათვის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება, დამტკიცება და მისი შესრულების ზედამხედველობაც. ასევე ადაპტირების სტანდარტების და მეთოდიკის შემუშავება, როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყოველივე და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ მასვე ევალება კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალისათვის სამუშაო სტანდარტების, ინსტრუქციების შემუშავება და ამ კადრების გადამზადებაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ვალდებულების ჩაწერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ პრაქტიკაში მეტი გარანტიები იყოს ვალდებულებებზე აპელირებისათვის და ჩვენ მაგალითად ხშირად ვეყრდნობით ხოლმე სწორედ აი ამ ჩანაწერს, როდესაც დავასაბუთოთ ესა თუ ის ვალდებულება. რა თქმა უნდა, სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა აქტი მოქმედებს და სხვადასხვა აქტი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს განათლების უფლების რეალიზება. მოკლე მიმოხილვა რა გავაკეთო? მიმოხილვა გავაკეთოთ, მაგალითად ადრეული აღზრდის ეტაპზე მნიშვნელოვანი არის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ კანონი, სადაც გაიწერა განათლების სამინისტროს და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები იმგვარად, რომ შედარებით უფრო აშკარად მომხდარიყო მათი დიფერენცირება, იმიტომ რომ პრაქტიკაში ეს იყო საკმაოდ პრობლემური და მაგალითად გაიწერა ის, რომ სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საგანმანათლებლო რესურსების, მეთოდოლოგიური რესურსების სიის მომზადება, მათი ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტებისათვის, ასევე მონიტორინგის პროცესშიც უნდა იყოს ჩართული და შეიმუშაოს გარკვეული მონიტორინგის სისტემაც, რომელიც უზრუნველყოფს სფეროს ფუნქციონირების დახვეწვას. ასევე აღზრდა პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ მოდულების შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ესაც სამინისტროს კომპეტენციაში შედის და ასევე მათ ხელი უნდა შეუწყონ პერსონალის გადამზადების პროცესსაც. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მუნიციპალიტეტები ახდენენ უკვე უშუალოდ სახელმწიფო სტანდარტების დანერგვას პრაქტიკაში და მათი ვალდებულება არის ის, რომ თანაბრად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდა იყოს მიწოდებული თითოეული ბავშვისათვის.
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც 2005 წელს მივიღეთ, სხვა საკითხებთან ერთად 33 მუხლით განსაზღვრავს იმას, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებაა ინკლუზიური განათლების განხორციელებისთვის სათანადო პირობების შექმნა. და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება მოვიაზროთ, რაც პრაქტიკაში შეიძლება იყოს პრობლემური, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი. ასევე სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარო სკოლების ინკლუზიური განათლების დაფინანსებას და შესაბამისი მოდული არის ამისთვის გათვალისწინებული, რომელიც მიბმული არის SSM მოსწავლეთა რაოდენობაზე. 476 ბრძანება არის ეს, სადაც გაწერილია მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ის დაფინანსება, რომელიც სკოლას გამოეყოფა სწორედ ამ მოსწავლეთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ეს რა თქმა უნდა სკოლა მიზნობრივად უნდა მიმართოს და ამ პირთა საჭიროებებზე მოარგოს. ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024 წლების, რომელშიც ასევე არის გარკვეული დებულებები გათვალისწინებული და უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც შედარებით დეტალურად აწესრიგებს ამ საკითხებს, შეფასების პროცესს მათ შორის ხო მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, ასევე თითოეული სპეციალისტის მოვალეობას. ეს არის 11N ბრძანება, რომელსაც ქვია ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარების და მონიტორინგის წესების, აგრეთვე SSM მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმი და სწორედ აი ამ ბრძანებაში არის გაწერილი როგორც SSM მოსწავლის შესაბამისად საჭიროებების შესაბამისად სხვადასხვა პერსონალის როლი, მათი ფუნქციები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გარანტიები მათ შორის მაშინ, როდესაც თქვათ მოსწავლე ვერ ძლებს ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებულ მიზნებს და საჭიროა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება. შესაბამისად, ამ ბრძანებაში საკმაოდ დეტალური ვალდებულებებია გაწერილი, მათ შორის ვადები და სხვადასხვა პროცედურული საკითხები, რომლებიც აუცილებელია, რომ პრაქტიკაში სათანადოდ განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანია თქვათ ის, რომ პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი, კერძოდ 24 მუხლი, სამინისტროს ავალდებულებს, რომ მან შეიმუშაოს პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციის და ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების წესი და პირობები. შესაბამისად, აქაც ხაზგასმულია სამინისტროს კომპეტენციაზე ამ კუთხით და ასევე უმნიშვნელოვანესია უკვე უმაღლესი განათლების საფეხური და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც 2004 წელს იქნა მიღებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, რომ იზრუნოს შშმ სტუდენტებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განსაზღვრული პირობების შესაქმნელად. შესაბამისად, აქ უკვე პირდაპირ კონვენციაზე, როგორც უშუალოდ მოქმედ სამართალზე არის მითითება და ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებამ სწორედ იმ პრინციპებით და იმ მიდგომებით უნდა იხელმძღვანელოს, რომელსაც გვთავაზობს სწორედ აღნიშნული კონვენცია. ეს იყო მოკლე მიმოხილვა, რომელიც მინდოდა რომ თქვენთვის გამეცნო, თუ რაიმე დამაზუსტებელი იქნება საჭირო, მე რა თქმა უნდა ფორმატის შესაბამისად შეგვიძლია რომ დეტალურად ვისაუბროთ. ლიკა, ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციული იყო შენი ეს პასუხი. უბრალოდ იცი რა მაინტერესებს, აი პრაქტიკაში თუ არ ხდება მისი რეალიზება, მშობელმა რა ხერხს უნდა მიმართოს ამ შემთხვევაში? ანუ გვაქვს კანონები, კანონქვემდებარე აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები ძალიან კარგია, მაგრამ რა ვშვები თუ ის ასრულდება და პრაქტიკაში არ ხდება მისი იმპლემენტაცია, ანუ გამოყენება. ამ შემთხვევაში ვის მიმართავს, რას აკეთებს მშობელი და ასე შემდეგ რო გითხრა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეკითხვა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვდგებით პრაქტიკაში ამ პრობლემის წინაშე, როდესაც გვაქვს გარანტირებული გარკვეულ საკანონმდებლო აქტში ესა თუ ის უფლება, მაგრამ პრაქტიკაში ვერ ხორციელდება. ჩემი პირველი რჩევა ხოლმე, როდესაც მშობლებს ხვდები საინფორმაციო შეხვედრებზე, არის პირველ რიგში ის, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ჩართულობის მექანიზმი, რაც შეიძლება არსებობდეს თითოეული დაწესებულების დონეზე. მათ შორის იქნება საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც სკოლამდელი კანონით უნდა იყოს შექმნილი სკოლამდელი ახსნის დაწესებულებებში, ასევე მშობელთა კომიტეტების სხვადასხვა სათათბირო ორგანოების სკოლებში და უმნიშვნელოვანესი რაც არის მუნიციპალურ დონეზე საბჭოები, რომლებიც მუშაობს შშმ პირთა საკითხებზე. ყველა სახის ამ ფორმატის გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გავაჟღეროთ ის საჭიროებები, რაც დღის წესრიგში აუცილებლად დასაყენებელია, ხომ? და მშობლებზე უკეთ არავინ არ იცის მათი შვილის საჭიროებები და ის პრობლემები, რომლებსაც ისინი ყოველდღიურ სკოლურ ცხოვრებაში აწყდებიან. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმებია, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ როდესაც უკვე სახეზე გვაქვს უფლება დარღვევის ფაქტი,
და პრევენცია არა უკვე რეაგირება არის საჭირო, ამისათვის აუცილებელია რომ კონკრეტული პრობლემური საკითხი მიიტანონ ყველა უწყებაში შესაბამის ადრესატამდე. Პირველ რიგში თუ კი შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციას არ აქვს ადეკვატური რეაგირება, აუცილებელია მაგალითად რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში თუ გვაქვს გარკვეული პრობლემა, მივმართოთ ბაგაბაღების გაერთიანებას, ხო? დავაყენოთ მუნიციპალურ დონეზე თუ ეს საკმარისი არ იქნება, თუნდაც მერიაში ამ საკითხის გადაწყვეტა, იმიტომ რომ ჩვენთან პრაქტიკაში ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევები, როდესაც გარკვეულ მოთხოვნაზე ზეპირად ეუბნებოდნენ უარს, მაგრამ როდესაც უკვე ამან ოფიციალური სახე მიიღო, მოხდა განცხადების დაწერა მერიაში, შესაბამის სამსახურთან, იყო ადეკვატური რეაგირება. ანუ ასეთი შემთხვევებიც არის პრაქტიკაში და ამიტომ მშობლებს აუცილებლად ვურჩევ, რომ ეს ყველა ბერკეტი გამოიყენონ, მათ შორის განცხადებით მიმართვა შესაბამისი უწყებისადმი. მაგალითად, სკოლის ეტაპზე შეიძლება რესურს ცენტრი ჩავაყენოთ საქმის კურსში, განათლების სამინისტროში არის შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელიც კონკრეტულ ამ გადაცდომებს განიხილავს და საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ ხოლმე ჩვენ როდესაც მიმართავთ და ამიტომ აუცილებელი არის შიდა აუდიტის დეპარტამენტისადმი მიმართვიანობაც. მაგრამ თუ კი ჩვენ გვქონდა სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია და ესაც ხდება პრაქტიკაში, მაგრამ ვერ მივიღეთ სასურველი შედეგი, აუცილებლად ვურჩევდი რომ მოგვმართონ ჩვენ ინკლუზიურ განათლებას შედებით საკმაოდ ბევრი საქმე გვაქვს და ვსწავლობთ 1491 არის ჩვენი ცხელი ხაზის ნომერიც, რომელიც 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ოპერატორი აუცილებლად დააოქმებს ამ ინფორმაციას და შესაბამის დეპარტამენტი ჩაერთვება საქმის შესწავლაში. მათ შორის ხშირად რამდენიმე დეპარტამენტი ერთობლივად სწავლობთ ხოლმე, თუ რაღაც რთული კომპლექსური საკითხია და ყველანაირად ვცდილობთ, რომ რა მანდატიც გაგვაჩნია და რა ბერკეტების გაგვაჩნია, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ დარღვეული ფლებების აღსადგენად. ამიტომ პირველ რიგში ვურჩევ იაქტიურონ, გაძლიერდნენ, არ იფიქრონ იმაზე, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ სწორედ ის პროგრესი, რაც დღეს გვაქვს, ხო, ინკლუზიური განათლების სფეროშიც, თუნდაც არა მხოლოდ ინკლუზიური განათლების, სხვადასხვა სერვისების სფეროშიც, ხო, სწორედ აქტიური მშობლების და თავად შეშემო თემის დამსახურებაა პირველ რიგში ვიტყოდი. ამიტომ აქტიურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რა ვიცი, პირველ რიგში ამას ვურჩევდი და რა თქმა უნდა, აუცილებლად ვურჩევდი იმასაც, რომ ჩვენთანაც იქონიონ კომუნიკაცია, თუ კი უფლებადარღვევის შესახებ ექნებათ ინფორმაცია. და ცხელი ხაზის ნომერი კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ ჩვენი მსმენელებისათვის, ანუ 1491 არის ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი. კი ბატონო, მადლობა ლიკა. ლიკა, მოდი ახლა დაბრკოლებებზე გადავიდეთ. აი თქვენ პრაქტიკაში რა გახსენდება ისეთი დაბრკოლებები, რაც სისტემურია და რასაც ყოველდღურად აწყდებიან ყველა საფეხურზე აბსოლუტურად. მარიკო, მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. იმიტომ რომ მხოლოდ ერთ საფეხურზე ჩვენ არასდროს არ ვართ ორიენტირებული და ყველგან იმისათვის რომ უწყვეტობა შევაფასოთ სათანადოდ ყველა საფეხურზე ვიკვლევთ იმ პრობლემებს და ბარიერებს რაც არსებობს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ მაგალითად სკოლებს რომ შევეხოთ, ხო, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ძალადობისგან დაცვა მოსწავლეთა, იმიტომ რომ რეფერირების პროცედურები არ არის სათანადოდ დანერგილი, მათ შორის რთული ქცევის მართვის დროს ეს არის ძალიან პრობლემური საკითხი. რთული ქცევის მართვის შესაბამისი მექანიზმების დანერგვა სკოლებში არის პრობლემა, ასევე გარე და შიდა ინფრასტრუქტურის, სასწავლო რესურსების მისაწვდომობა არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომელიც დღესაც გვიდგას. გარდა ამისა, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების დაქირავება და მათი სათანადო ანაზღაურება, კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ტრენინგები და გადამზადებები ტარდება, ხშირად ამბობენ ხოლმე ჩვენთან საინფორმაციო შეხვედრების დროს სპეციალისტები, რომ ეს საინფორმაციო შეხვედრები თუ ტრენინგები, რომლებიც მათ უტარდებათ, არის ძირითადად თეორიული. და როდესაც ისინი პრაქტიკაში რაღაცა კონკრეტული პრობლემის წინაშე დგებიან, ხო, მაგალითად, როგორ უნდა მოახერხონ რთული ქცევის მართვა, როგორ უნდა მიუძღნეს სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეს, ეს პრობლემები მათ პრაქტიკაში მაინც აქვთ. ამიტომ უკეთესი და უმჯობესი იქნება თუ კი სამომავლოდ ეს მოდულები რაც შეიძლება მეტად იქნება პრაქტიკული და მაგალითებზე ორიენტირებული, იმიტომ რომ სპეციალისტებმა პრაქტიკაში უკეთ გაანალიზონ და უკეთ გადაწყვეტონ, უკეთ მოძებნონ გადაწყვეტის გზები. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სტიგმა სამწუხარო და სტერეოტიპები დღემდე რჩება გამოწვევად, არასწორი ტერმინების გამოყენება თუნდაც, არასწორი დამოკიდებულებები ტიპიური განვითარების მშობლების მხრიდან შეშემო ბავშვების მიმართ და სამწუხაროდ
ქონია ესეთი საქმეც პრაქტიკაში. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დაწესებულებების შიდა მონიტორინგი ხშირად არ არის ეფექტური და ეს მონიტორინგის სისტემა, თქვათ, რაც სკოლას აქვს შიდა მონიტორინგი, არ ვრცელდება ინკლუზიურ განათლებაზე და კომპლექსურად არ ხდება ამ კუთხით არსებული ხარვეზების გამოვლენა. ამიტომ ესაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. ასევე უნდა ვთქვათ, მარიკო, ის, რომ COVID-19 მოწვეული პანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, ძალიან ბევრი პრობლემა გახდა უფრო მეტად თვალსაჩინო და უფრო მეტად სერიოზული. იმიტომ რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ ძალიან ბევრი ხარვეზები გამოვავლინა. აი მაგალითისთვის რომ ავიღოთ სკოლა პანსიონების მოსწავლეთაგან 540 მოსწავლეთაგან დისტანციურ სასწავლო პროცესში ვერ მოხდა 12 მოსწავლესთან კონტაქტის დამყარება და ამ ბავშვების ჩართვა სწავლებაში, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ გარკვეული ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევები. ამიტომ ესაც იყო პრობლემური პრაქტიკაში, ხშირად მშობლებმა არ იცოდნენ როგორ უნდა ემართათ საკუთარი შვილის ქცევა, როგორ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ ბავშვი ჩართული იყოს სათანადოდ გაკვეთილებზე და ამიტომ ამან განაპირობა ის, რომ ბევრი მოსწავლე დარჩა ამ განათლების მიღმა, რაც ჩვენი მხრიდან სასახად ნეგატიურად შეფასდა. ასევე თავად მულტიდისციპლინურმა გუნდმა, როდესაც განახორციელა პერიოდული სუპერვიზია, გამოავლინა ხარვეზები, რომ ინტერნეტის არ ქონა ხშირად ხო, არასაკმარისი სიხშირე, შესაბამისი ტექნიკის თუ საკომუნიკაციო საშუალებების არ ქონა. თავად მშობლების მომზადებლობა იყო ძალიან პრობლემური იმისათვის, რომ შიშიმურ ბავშვების ინტერესები სათანადოდ ყოფილიყო დაკმაყოფილებული. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ზოგადად ინკლუზიური განათლების ხარისხს სკოლაში განაპირობებს სათანადო სპეციალისტების ჩართულობა, ხო? რომ აუცილებელია თუ კი ერთი საჭიროების მქონე ბავშვიც კი არსებობს, აუცილებლად იყოს სკოლაში დასაქმებული სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენის და მეტყველების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ჟესტური ენის სპეციალისტი, ასევე ასისტენტი, მობილობის და ორიენტაციის სპეციალისტი. პრაქტიკაში ძალიან ხშირად გვაქვს ესეთი შემთხვევები, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ჭირდება კონკრეტული სპეციალისტის მომსახურება, სკოლას არ ყავს შესაბამისი კადრი. მქონია ასეთი შემთხვევების, როდესაც სკოლას გამოუცხადებია, ვთქვათ, კონკურსი, როგორც უნდა მოხდეს კადრის შერჩევა, მაგრამ კადრი ფიზიკურად არ არის. რეგიონებში არის ხშირად ეს შემთხვევა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უნდა შეიქმნას გარკვეული მოდულები, ხო, უმაღლესი განათლების ეტაპზე და უნდა პრიორიტეტული გახდეს ეს მიმართულება იმისათვის, რომ ახალგაზრდებსაც უფრო მეტი ინტერესი ჰქონდეთ იმისათვის, რომ ამ მიმართულებით დასაქმნეს სკოლებში. აი სამწუხაროდ, მაგალითად, ჩვენ რომ მონიტორინგი განვახორციელებთ და გამოვაქვეყნეთ ანგარიში 2019 წელს საპილოტო საჯარო სკოლებში ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო ის, რომ ფსიქოლოგის კადრის გადინება ძალიან ხშირად ხდებოდა სკოლებიდან და ძირითადად ფსიქოლოგები უმეტესად, ვთქვათ, უპირატესობას ანიჭებდნენ სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრებში მუშაობას, თუნდაც რამდენიმეში ერთად შეთავსებით მუშაობას, ვიდრე სკოლაში, იმიტომ რომ ანაზღაურება არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მათი ინტერესები ყოფილიყო დაკმაყოფილებული. დღეს ასეთი გამოწვევა დგას სპეციალისტებთან მიმართებით, განსაკუთრებით ასისტენტის ანაზღაურება არის ძალიან დაბალი და ცოტა ადამიანს აქვს იმის мотиваცია, რომ აი ამ პოზიციაზე დასაქმდეს და ხშირად რეგიონებში კადრის მოძიების პრობლემა არის საკმაოდ ხშირი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ძალიან სერიოზული ხუჭები არის გადასადგმელი. ვახსენეთ ჩვენ ასევე მარიკო სტიგმა და სტერეოტიპები და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ის სწორედ ამ არასწორი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე არის ის, რომ შიშიმო მოსწავლეები სათანადოდ არ არიან ჩართულნი სასკოლო აქტივობებში და ჩვენმა შესწავლამ, თუნდაც საქმეებმა ცხადყო ისიც, რომ ის აქტივობები, თქვათ, რაც იგეგმება ხო სკოლის შიგნით, ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს ჩართულობის თვალსაზრისით, შიშიმო მოსწავლეთა ჩართულობის თვალსაზრისით. ხოლო სკოლის გარეთ რაც იგეგმება, ვთქვათ, იქნება ეს ვიზიტები თეატრში, ვთქვათ, ექსკურსიები და ასე შემდეგ. ძალიან სერიოზული პრობლემა დგას ის, რომ რთული ქცევის მქონე და ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები არ არიან ხოლმე ჩართული ამ აქტივობებში. აი დამაბრკოლებელი ფაქტორების გამო, რომ ვთქვათ, არ ყავთ შესაბამისი პირი, ვისაც გამოყოფენ ამ ტრანსპორტირების პროცესში და ქცევის მართვას უზრუნველყოფს, ან არ აქვთ ადაპტირებული ტრანსპორტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განაპირობებს ამ სივრციდან მოსწავლის გარიყვას, რაც სასახად არის ამ ბავშვების უფლებების დარღვევა. ამიტომ ესაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის პრაქტიკაში, რაც ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვხვედრია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ
უბრალოდ ჩაგეკითხები ლიკა, აი COVID-19-ის აქტუალური თემაა და ამ COVID-19-დან გამოწვეული პრობლემები და გამოწვევები, რომელიც ჩვენს ახსენე, ხო? აი ამ პრობლემების და ამ გამოწვევების გაანალიზება. რაიმე შედეგი გამოიყო თუ არა და რაიმე გაუმჯობესდა თუ არა, რაიმე ვისწავლეთ თუ არა ამ გამოწვევებზე. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კი, აი თავდაპირველად ვახსენეთ, რომ ძალიან ბევრ გამოწვევასთან მოუხდა. აი მომავალში თუ იგეგმება რამე. აი თავად სკოლის პერსონალი ძალიან მოუმზადებელი ხდება ამ პროცესს. ჩვენ როდესაც შეხვედრები გქონდა და სადაც იყვნენ ჩართულები, ხო, სკოლის პერსონალიც ამბობდნენ, რომ მათთვის ეს იყო სიახლე, არ იცოდნენ როგორ უნდა მოეხდინათ ორგანიზება ამ პროცესის და შემდგომ უკვე თანდათანობით რა თქმა უნდა გარკვეული შეხვედრები სტარდებოდა სამინისტროს მხრიდან და თანდათანობით რაღაც ბარიერების დაძლევა მოახერხეთ და შედარებით გქონდა გაუმჯობესება და პროგრესი. თუმცა აი ის თუნდაც რესურსების მომზადება, ხო, ამ დისტანციურ სასწავლო პროცესში და ის მასალები, თქვათ, რაც უნდა იყოს უკეთესად ვიზუალურად აღქმადი და ასე შემდეგ, ტექნიკის გამართვა, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვა შიშიმ მოსწავლეების განსაკუთრებით რეგიონებში მაინც დღეს რჩება სერიოზულ გამოწვევად. და იმედია კითხვა შემოვიდა, აი რეგიონები რო ახსენე, რომ აი რეგიონების მიხედვით როგორია ეს გაშლა, რომელ რეგიონში რა ტიპის სირთულეებია უფრო მეტად დაფიქსირებულია ჩვენი ერთ-ერთი მსმენელი გვეკითხება და ეს კითხვაც რო ზოგადად ამ კითხვაზე რო პასუხი გავცეთ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ სტატისტიკის წარმოება არის ძალიან პრობლემური პრაქტიკაში. განათლების სამინისტროს მხრიდან, როდესაც ჩვენ ვითხოვთ ხოლმე ჩაშლის. ნებგაი ყველა ხრივ არის სტატისტიკა პრობლემური, შეშემოერთა საკითხებთან მიმართებაში. ამიტომ ლევანდელ საპარლამენტო ანგარიშიც გვაქვს რეკომენდაციები სტატისტიკის წარმოების დახვეწასთან დაკავშირებით. ამიტომ ასეთი სახის ჩაშლის სტატისტიკა, ვთქვათ, რომელ რეგიონში რა სახის შეზღუდვის მქონე მოსწავლეები არიან უმეტესად წარმოდგენილი, სამწუხაროდ და რა პრობლემებს აწყდებიან, ანუ რა პრობლემებია რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტად რომელ რეგიონში რა პრობლემაა და როგორი სურათი გვაქვს. აი განსაკუთრებით ვთქვათ მაღალმთიან რეგიონებში, ხო, არის ძალიან სერიოზული პრობლემა, სწორედ აი ინტერნეტის არ ქონა არასაკმარისი სიხშირე, საკომუნიკაციო საშუალებების ნაკლებობა, ასევე ეკონომიკური ფაქტორებიც ზოგიერთ რეგიონში არის გადამწყვეტი და წამყვანი, თქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ფიზიკურად იყვნენ ოჯახები, როდესაც ჩვენ შეხვედრები ჩავატარეთ მაღალმთიან რეგიონებში და სკოლებში მონიტორინგიც რო განმახორციელებთ მაღალმთიან რეგიონებში, ვისაც მობილურიც კი არ ქონდა, ანუ მოსწავლეები, რომლებსაც არ ქონდათ ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალება. ახლა მაქვს საუბარი უკვე ნოუთბუქებზე და კომპიუტერებზე, რომლებიც მასწავლებლებსაც არ ქონდათ და იყო შემთხვევები, როცა სკოლამ გამოყო, თქვათ და მორიგეობით ატარებდნენ გაკვეთილებს. ანუ რეგიონებში ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემები და როგორც ვიცით, ეს პრობლემები დღემდე რჩება. თუმცა იმან რომ დღეს უკვე ჰიბრიდულ რეჟიმზე ვართ და სამომავლოდ სრულად იგეგმება ხომ დისტანციური სწავლებაზე უარის თქმა, მედოვნებთ რომ ასეთი გამოწვევების წინაშე არ დავდგებით, თუმცა ჩვენი უმთავრესი მიდგომა არის ის, რომ აი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა ვისწავლოთ ის, რომ თუ კი სამომავლოდ კიდევ ამ გამოწვევების წინაშე დავდგებით და მოგვიწევს ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული ეს ხარვეზები უნდა იყოს სწორად გაანალიზებული, დაგეგმილი, მათ შორის უმაღლეს ეტაპზე იყო პრობლემა მარიკო თვითონ აი ბლენდირებულ ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებიც კი მოითხოვეს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, იმიტომ რომ საჭირო იყო გარკვეული ცვლილებების განხორციელება იმისთვის რომ მათი მოდულები, სასწავლო პროგრამები ყოფილიყო სრულყოფილად მორგებული, ვთქვათ, შიდა დოკუმენტებთან, რომლებიც მათ ჰქონდათ იქამდე, იმიტომ რომ მათაც მოუწიათ სისტემური გარდაქმნა, ხო, ამ სასწავლო მეთოდების შეფასების სისტემების და ასე შემდეგ. და აი ამ გამოწვევების წინაშე დადგნენ და ჰქონდათ კომუნიკაცია განათლების სამინისტროსთან, ხარისხის ცენტრთან და ჩვენი რეკომენდაცია იყო ის, რომ მათ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საფუძველზე აუცილებლად უნდა გამოენახათ გარკვეული გადაწყვეტა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მომხდარიყო იმისათვის, რომ სტუდენტებისთვის არ ყოფილიყო შეფერხებული ეს პროცესი. და მოგეხსენება მარიკო, რომ შიშიმ სტუდენტებისთვის განსაკუთრებით უფრო გამოწვევაა და უფრო მეტად უფრო ბევრი ბარიერია მათ შორის უმაღლეს განათლებაზე და ამიტომ ეს ჯგუფი განსაკუთრებით დაზარალდა ამ დისტანციური სწავლებითაც სამწუხაროდ. რაზეც ჩვენ ანგარიში გამომახვილეთ ყურადღება.
კი ბატონო, ლიკა შენ ახსენე რომ იკვლევთ საქმეებს და ანუ მოქალაქეს შეუძლია სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის არსებობისას მიმართოს თქვენ ერთ-ერთ დეპარტამენტს, ახალ დამცველის საპატიჟის ერთ-ერთ დეპარტამენტს. აი თქვენი პრაქტიკიდან ხო ვერ გაიხსენებთ კონკრეტული უფლებადარღვევის საქმეებს, ანუ თქვენი საქმის წარმოების პრაქტიკიდან გამომდინარე, საქმეები როგორც გაგიხარდება? კი, მარიკო, შენ ახსენე ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, თანასწორობის მექანიზმი, რომელიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ საქართველოს კანონით ჩვენ გვაქვს მონიჭებული, სწორედ თანასწორობის უფლების რეალიზებაზე ზედამხედველობა და ცალკე დეპარტამენტი ახორციელებს სწორედ აი იმ საქმეების შესწავლას და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს ამ დარღვეული უფლებების აღსადგენად. ხშირად თანასწორობის დეპარტამენტთან ერთად ვსწავლობთ საქმეებს, რომლებიც სწორედ ინკლუზიურ განათლების რეალიზებას ეხება და ერთობლივად ვართ ხოლმე ჩართული ამ პროცესში, თუმცა არის საქმეები, რომლებსაც ჩვენ ვსწავლობთ ცალსახად და სადაც თქვა ზოგადად უფლებადარღვევაა და არა დისკრიმინაციის ჭრილში განსახილველი, სწორედ ჩვენ ვახორციელებთ რეაგირებას. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე მინდა გავიხსენო, რომელიც იყო სხვადასხვა წარმატებული кейსი. საქმე მდგომარეობდა შემდეგში, რომ ჩვენ დაგვიკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც მოგვეწოდა ინფორმაცია მისი აუტიზმის სპექტრის მქონე შვილის უფლებების დარღვევის შესახებ. ეს იყო ბურჯომის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელსაც არ დავაკონკრეტებ. კერძოდ საავტომობილო დაწესებულების ადმინისტრაციის მოთხოვნით დედას ბავშვი მიჰყავდა ბაღში 11 საათისთვის და ტოვებდა მხოლოდ პირველ საათამდე. ეუბნებოდნენ, რომ ხშირად ტირის ბავშვი აქვს ქცევის სირთულეები და სხვა ბავშვები ვერ იძინებენო, ამიტომ მშობელი იძულებული იყო, რომ ბავშვი ყოველთვის წამოიყვანოს სხვებზე ადრე და რაღაც თქმა უნდა, ეს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში იყო საკმაოდ დიდი დაბრკოლება. ამ მიდგომამ მიიღო სისტემატიური ხასიათი, რაც ხელს უშლიდა არასრულწლოვნის ინტერესების დაცვას. ამასთან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ბაღში, როდესაც გავარკვიეთ, რომ არ იყო დასაქმებული ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფდა იმას, რომ ახსაზრდელის ინდივიდუალური საჭიროებები ყოფილიყო დაკმაყოფილებული და თუ კი მას ჰქონდა ქცევის სირთულის კუთხით გარკვეული პრობლემები, მომხდარიყო ქცევის პოზიტიურ მართვაზე მუშაობა. ამიტომ ჩვენ მივმართეთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას, ვაწარმოეთ სათანადო კომუნიკაცია, როგორც წერილობითი, ასე სატელეფონო, მათ შორის განცხადებელთანაც ჰქონდა რა თქმა უნდა შესაბამისი კომუნიკაცია და რეაგირების შედეგად უკვე მივედით იმ შედეგამდე, რომ მშობელს აღარ უწევს ბავშვის დასაძინებლად ბაღში დარჩენა, არც მისი დროზე წამოყვანა და შეიქმნა მულტიგუნდი ბაღში სპეცპედაგოგის და ფსიქოლოგის ჩართულობით, რომლებიც იზრუნებენ უკვე ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და მათ შორის ქცევის კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვაზეც. ამიტომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა, იმიტომ რომ თავიდან მშობელს არც ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ შეიძლება რაღაც დადებით შედეგზე გავსულიყავით, მაგრამ როდესაც დავიწყე საქმის შესწავლა, ჩავთეთ უკვე მუნიციპალიტეტის საქმეში და სათანადო დასაბუთება ხო, საკანონმდებლო დასაბუთება წარვადგინეთ, რომ აუცილებელია ამ ბავშვის ინტერესები იყოს სხვა ბავშვების თანაბრად დაკმაყოფილებული, უკვე მოხდა შესაბამისი კადრების გამოყოფა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა. ასევე ერთ-ერთ საქმეს გავიხსენებ, თუ ძალიან დროში არ გადავაჭარბებთ. ბატონო, გისმენთ. სკოლამდელ აღზრდას ეხებოდა, 5 წლის ბავშვს ეხებოდა, მოგმართა მისმა მშობელმა, ბავშვს ჰქონდა სპეციფიკური საჭიროებები თვითმოვლის კუთხით, ანუ ჰიგიენური საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით, ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მუდმივად ჭირდებოდა თქვა კონკრეტული პირი, რომელიც იზრუნებდა მისი სისუფთავის დაცვაზე. და ამიტომ მშობელს უწევდა სამსახურიდან შეცვენებაზე გამოსვლა, იმისათვის რომ თვითონ მოეწესრიგებინა ბავშვი და ეს იყო ფაქტობრივად თითქმის ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა ამასაც, როგორც წინა საქმეზე აღვნიშნეთ, აი ესეთი მსგავსი პრობლემის წინაშე იდგა მშობელი. ამიტომ მოგმართა ჩვენ რა თქმა უნდა ვაწარმოეთ ამ შემთხვევაშიც კომუნიკაცია მერიასთან. და რეაგირების შედეგად მოხდა ის, რომ მოხდა ბავშვის სპეციდის აყვანა, რომელიც უკვე უზრუნველყოფს ამ ბავშვის ჰიგიენური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ამ ბავშვზე სათანადო ზრუნვას და აღარ იქნება
საჭირო რომ მშობელი იყოს უკვე ამ პრობლემების ზედმეტად დაკავებული და მას უკვე საშუალება აქვს რომ იყოს დასაქმებული კონკრეტულ ადგილზე და ამით უფრო უკეთ მოხდეს ბავშვის უფლებების რეალიზება. ამიტომ ასეთი მსგავსი საქმეები, მათ შორის სკოლის ეტაპზეც გვაქვს ძალიან ბევრი საქმეები, ძირითადად სპეციალისტებთან დაკავშირებით, როდესაც ბავშვს მაგალითად ჭირდება ასისტენტი და არ არის სკოლაში დასაქმებული, მათ შორის მსმენელებს შევახსენებ, რომ აუცილებელია მინისტრის 16-იანი ბრძანების თანახმად ასისტენტი იყოს სკოლაში, თუ კი ერთ ბავშვს მაინც აქვს იქ თქვათ ქცევის სირთულე, გადაადგილების პრობლემა, იმიტომ რომ ხშირად არის შემთხვევები, მაგალითად ერთ-ერთი საქმე გქონდა, როდესაც მოსწავლეს, რომელიც ეტლით მოსარგებლე იყო, ტუალეტში გასაყვანად და ვთქვათ ფიზიოლოგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ეხმარებოდნენ ან თანაკლასელები, ან თქვათ რომელიმე საგნის პედაგოგი, რომელიც მოგვეთიზეც იყო, რაც რა თქმა უნდა იყო ცალსახად ამ ბავშვის უფლებების დარღვევა, იმიტომ რომ ეს თანაკლასელებთან მას ჰქონდა დისკომფორტი, საკმაოდ ისეთ ასაკშიც იყო, რომ ეს იყო მისთვის საკმაოდ შემაწუხებელი და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი დარღვევა იყო ის, რომ არ იყო სკოლაში ასისტენტი, რომელიც ამ ბავშვს გაუწევდა სათანადო ასისტირებას. ამიტომ თუ კი პრაქტიკაში ასეთი პრობლემების წინაშე დადგებიან, თქვა ჩვენი მსმენელები, ხო, შშმ ბავშვების მშობლები, ჩემი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად მოგმართონ ჩვენ, იმიტომ რომ ყველა ბერკეტს როგორც აღნიშნე გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ეს დარღვეული უფლება აღდგეს და პრობლემა გადაიჭრას. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. ლიკა, მოდი ახლა გადავიდეთ დასაქმების უფლებაზე, ვინაიდან განათლების უფლებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული დასაქმების უფლება და რაღაცნაირად აი ჯაჭვურად აქვს კავშირი, თუ პირმა არ მიიღო სათანადო განათლება, შემდეგ უკვე ის დასაქმების ბაზარზე არ იქნება კონკურენტუნარიანი. თან ერთი კვირის წინ თქვენმა დეპარტამენტმა, თუ სწორად მახსოვს, სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც დასაქმებაში შემოპირთა დასაქმებას ეხება. გთხოვ, რომ აი მოკლე ანალიზი რო გაგვიკვეთო ამ კვლევის, მოკლე მიმოხილვა, უფრო სწორედ აი რა ვითარებაში შემოპირთა დასაქმების კუთხით, რა ბარიერებს აწყდებიან და დარწმუნებული ვარ, რომ სტატისტიკური მონაცემებიც გაქვთ, თუ რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის დასაქმებული დღეის მდგომარეობით და კიდევ ერთ კითხვას ჩავაქსოვ ამ ერთ კითხვაში, წლიდან წლამდე, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ სახალხო დამცველის აპარატმა დაახლოებით თუ არ ვცდები 2018 წელსაც გააკეთა კვლევა და წლიდან წლამდე გვეცვლება თუ არა სურათი და თუ გვეცვლება უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, ესეც რო გითხრა. მარიკო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დასაქმება და ნამდვილად პირდაპირ კავშირში არის ხარისხიან ინკლუზიურ განათლებასთან. ძალიან ბევრი პრობლემა და ბარიერი, რომელიც ჩვენ წინა ანგარიშის გამოქვეყნების პროცესში გვქონდა 2017 წელს. ფაქტობრივად ახალ კვლევაშიც არის კვლავ აქტუალური, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა. მაგალითად, ერთ-ერთი საკითხი, რაც არის ხო, თავად დამსაქმებლების დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ. სამწუხაროდ დღესაც არის სტერეოტიპული, მათ აქვს ნაკლები ინფორმაცია შშმ პირთა უფლებებთან, მათ პოტენციალთან, გონებული მისადაგების ზომებთან დაკავშირებით, რაც ხშირად განაპირობებს იმას, რომ თავს იკავებენ შშმ პირის დასაქმებისგან. ასევე თვითონ გარემოს, ტრანსპორტის, სამუშაო სივრცის მისაწვდომობის პრობლემა არის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, რომელიც გვაქვს სამწუხაროდ წელსაც და არსებობს გაუმჯობესება ამ მიმართულებით სამწუხაროდ არ გვაქვს. როგორც შენახსენე, ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია როგორც არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, ისე თავად შშმ პირთა გამოცდილება დასაქმების თვალსაზრისით. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ თავად შშმ პირები საუბრობდნენ იმაზე, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ისინი დღეს სწორედ აი დასაქმების ბაზარზე. და საკითხის მოკვლევამ ცხადყო ის, რომ ის ნაბიჯები, რაც დღემდე ტარდება დასაქმების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან, არ არის საკმარისი და ძირითადად არის არასისტემური და დროებითი. სამუშაო საწყება განსაკუთრებით სირთულეებთან არის დაკავშირებული შშმ პირებისთვის უკვე ვაკანსიის გამოცხადების ეტაპზევე. იმიტომ რომ განაცხადის შესების ფორმაც ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანის საჭიროებებს და არ არის მისაწვდომი ფორმატით შედგენილი. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დასაქმების კუთხით ძალიან სერიოზული ბარიერია
როგორც თქვით, ფორმალური განათლების არ ქონა, ანუ ხშირად დამსაქმებელები არ ითვალისწინებენ იმას, რომ შშმ პირებისთვის განსაკუთრებით ბევრ ბარიერებთან არის დაკავშირებული ფორმალური განათლების სხვადასხვა საფეხურების ეტაპობრივად გავლა, ხო? თქვათ დაბრკოლებების და გარემოებების გამო რაც გვაქვს, თუნდაც მისაწვდომობის პრობლემიდან გამომდინარე. ამიტომ ის ფაქტორი, რომ ხშირად არაფორმალური განათლებით ცდილობენ, ხო, შშმ პირები განათლების მიღებას, იქნება ეს ტრენინგები, ონლაინ კურსები, აი ეს ფაქტორები სამწუხაროდ არ არის გათვალისწინებული დამსაქმებლის სექტორის მხრიდან, რაც არის ასევე პრაქტიკაში სერიოზული პრობლემა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თვითონ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს სერვის ცენტრების გეოგრაფიული დაფარვა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველა რეგიონში მოხდეს შშმ პირთა დასაქმების კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრა და მათი გარკვეულ პროგრამებში ჩართვა. ამიტომ აუცილებელი არის გეოგრაფიული დაფარვა გაფართოვდეს, ინფორმაცია გქონდეთ შშმ პირებს, იმიტომ რომ ხშირად არ იციან, რომ თქვათ არსებობს პორტალი WorkNet-ი, ხო, რომელზეც შეუძლიათ რეგისტრირდნენ, მიიღონ შეთავაზება დამსაქმებლებისგან, რეგიონებში განსაკუთრებით პრობლემაა. ამიტომ აუცილებელია, რომ ბევრი შეხვედრა ჩატარდეს ამ თემაზე და თითოეულ რეგიონში, თითოეულ შშმ პირამდე მივიდეს ეს ინფორმაცია, თუ რა პროგრამებში შეუძლიათ მათ რომ ჩაერთონ და როგორ უნდა დასაქმდნენ. ასევე ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, რაც დღემდე არის და ფაქტობრივად მეორდება ისევ ძველი ტენდენცია, რაც ჰქონდა, არის ინფორმაციაზე წვდომა. ანუ ფაქტობრივად დღეს ქვეყანაში არ არის დანერგილი ევროკავშირის მიდგომასთან ჰარმონიზებული სტანდარტები, ვებ მისაწვდომობის და ონლაინ გამოყენებადობის, რაც უზრუნველყოფდა თუნდაც საჯარო სექტორის ვებგვერდებზე წვდომას, რომ აღარ ვთქვათ არაფერი კერძო სექტორის ვებგვერდებზე, ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დასაქმების და საგანმანათლებლო მიზნებისათვის ინფორმაციის მოძიება შშმ პირებისთვის არის ძალიან პრობლემური. ხშირად როგორც ისინი თავად ამბობენ და ამ კვლევაშიც არის აღნიშნული, ისინი ეძებენ ვაკანსიებს, თქვათ jobs.gz-ზე, HR.gov.gz-ზე, ხო? ამ ვებგვერდების საშუალებით, რაც სამწუხაროდ ხშირად არ არის მორგებული მათ საჭიროებებზე, განსაკუთრებით უსინათლო და მცირე მხედველ პირებთან მიმართებით გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები, იმიტომ რომ ასე თუ ის პლატფორმები არ არის ადაპტირებული. ასევე ძალიან ბევრი მიგნება არის ამ ანგარიში დეტალურად განხილული, რომელსაც ჩვენს ვებგვერდზე ombudsman.gz-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ და მართლა ძალიან კარგი და სერიოზული მიგნებებია და სერიოზული რეკომენდაციებია, რასაც იმედია, რომ პასუხისმგებელი უწყებები გაითვალისწინებენ და ასევე მინდა შევეხო თვითონ სტატისტიკურ მონაცემებსაც. ჩვენ როდესაც ვაანალიზებთ, ხო, თქვათ სტატისტიკას წლიდან წლამდე, მონაცემების ხატყოფს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გვაქვს ხო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, სამუშაოს მაძიებელ პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება რეალურად დასაქმებულთა მაჩვენებას. მაგალითად, ჩვენ წლევანდელ საპარლამენტო ანგარიში, როდესაც გავაანალიზებთ ეს საკითხები, ხაზი გავუსვით იმას, რომ 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით მაგალითად რა სტატისტიკური ინფორმაცია ჩვენთვის ხდა მოწოდებული, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებში და სერვისებში ჩართული იყო დაახლოებით თქვა 300-მდე პირი, როდესაც რეალურად დასაქმდა 38 შშმ პირი. რაც რა თქმა უნდა არ არის სახარბიელო მონაცემები და თუ კი ცალკეულ პროგრამაზე ვისაუბრებთ, მაგალითად შედარებისთვის, ხო? აი მაგალითად პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა არის ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც ხორციელდება და 2021 წელს ამ პროგრამაში, მაშინ როდესაც ჩართული იყო 19 შშმ პირი, დასაქმდა მხოლოდ 2. ასევე მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით უწევენ კონსულტირება შშმ პირებს, ხო? ეს მომსახურება მათ რეალურად გაუწიეს 220 შშმ პირს, როდესაც ფაქტობრივად დასაქმდა მხოლოდ 26 შშმ პირი. და ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის სუბსიდირების კომპონენტი. ანუ მაყურებელს განვუმარტო, რომ სუბსიდირების კომპონენტი არის ერთ-ერთი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დამსაქმებელს უხდის გარკვეული პერიოდის განმავლობაში 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე არანაკლებ 3 თვის ვადით უხდის სუბსიდიას იმისათვის, რომ დაასაქმო შშმ პირი. და ეს სუბსიდია უკვე დამსაქმებელს ეძლევა არანაკლებ 3 თვის ვადით. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ სუბსიდიით სარგებლობს დამსაქმებელი, როდესაც ამ პროგრამის ხანგრძლივობა მთავრდება, ხშირად შშმ პირები მაინც რჩებიან სამსახურს მიღმა, იმიტომ რომ აღარ უგრძელებენ
სამუშაო ხელშეკრულებებს და ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე მომართვიანობა ამ საკითხზე და ამ კვლევაშიც გამახვილდა ყურადღება იმაზე, რომ რეალურად არ არის ეს პროგრამა სტაბილური და დროებით დასაქმებას უზრუნველყოფს შშმ პირებისათვის. ასევე თავად დამსაქმებლების დაინტერესება არის ძალიან დაბალი. მაგალითად, 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით ამ კომპონენტში მხოლოდ 2 დამსაქმებელი იყო ჩართული და ასევე 7 შშმ პირი იყო ჩართული. ამიტომ ეს მონაცემები რა თქმა უნდა არ არის საკმარისი და ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ პროგრამების მოდიფიცირება, გაფართოება და რეალურად ამ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული უნდა გახდეს. და ასევე მან უნდა უზრუნველყოს სტაბილური შედეგები და არა რაღაცა დროებითი და გარდამავალი პროგრესი. ასევე თუ საჯარო სექტორს შევეხებით, სამწუხაროდ საჯარო სექტორშიც არ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და ამავე პერიოდში ჯამში 128 შშმ პირი დასაქმდა, მათ შორის პროფესიული საჯარო მოხელი აქედან არის 65, მენეჯერულ თანამდებობაზე ძალიან ცოტა რაოდენობაა დასაქმებული და 15 შშმ პირი არის მხოლოდ დასაქმებული და ხელშეკრულებით დასაქმებული არის 48 შშმ პირი. ანუ როგორც ვხედავთ, თუ კი ზოგად სტატისტიკას გადავხედავთ, ხო? რომ ყოველი თქვა მეათე პირი შეიძლება იყოს გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, აი ეს სტატისტიკა რაც ჩვენ გვაქვს ჯამში არის ძალიან არასახარბიელო და მოწმობს იმას, რომ თანაბარ შესაძლებლობებზე ორიენტირებული პოლიტიკა დასაქმების სფეროში არ ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან და გაცილებით უფრო შედეგზე ორიენტირებული და სერიოზული ნაბიჯები არის გადასადგმელი. ჩვენ ასევე მარიკო მოვიკვლიეთ მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობას და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 18 მუნიციპალიტეტში არიან შშმ პირები გარკვეულ პოზიციებზე დასაქმებულები, რაც რა თქმა უნდა არ არის საკმარისი და ჩვენ როდესაც საინფორმაციო შეხვედრებს ვატარებთ, მათ შორის ცოტა ხნის წინათ გვქონდა შეხვედრები და ახლა სექტემბერშიც ისევ გეგმავთ შეხვედრებს, რომ ყველა რეგიონი მოვიცვათ. ამ შეხვედრებზეც აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ მუნიციპალურ დონეზე აუცილებელია გარკვეული მხარდამჭერი პროგრამების თუ ღონისძიებების დაგეგმვა, თუნდაც საინფორმაციო შეხვედრების გამართვა, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, თავად შშმ პირებთან, იმიტომ რომ თუ მუნიციპალიტეტის მხრიდანაც არ იქნება ამ კუთხით ჩართულობა, ძალიან რთულია გავიდეთ შედეგზე და რთულია რომ თქვათ რეგიონული განაწილების კუთხით დასაქმების მაჩვენებელი შშმ პირების იყოს დამაკმაყოფილებელი. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციები წლევან და საპარლამენტო ანგარიში ეხებოდა სწორედ დასაქმების საკითხს და როგორც თქვით, ერთ-ერთი რეკომენდაცია არის ის, რომ მოხდეს ამ სახელმწიფო პროგრამების მოდიფიცირება და გაფართოება, მუნიციპალურ დონეზე გააქტიურება ამ კუთხით და ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია არის ის, რომ უნდა შემუშავდეს გარკვეული გაიდლაინები, რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება თავად დამსაქმებლებს შშმ პირთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლებაში, ინკლუზიური კოლექტივის შექმნაში, უნივერსალური დიზაინის პრინციპების გააზრებაში, თუნდაც იმაში, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილზე გონივრული მისადაგების ზომების განხორციელება. ზოგადად რას ნიშნავს, ხო, რაში შეიძლება გამოიხატოს გონივრული მისადაგების ზომები, იმიტომ რომ როცა ისინი არ არიან ინფორმირებულები, გაცილებით უფრო შიშით უყურებენ ამ მომენტს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ესაც, რომ გარკვეული სახელმძღვანელო დოკუმენტები არსებობდეს იმისათვის, რომ გაეცნონ დამსაქმებლები და გაცილებით გამარტივდეს ეს პროცესი. კი ბატონო. მომავალ წელს გვექნება პროგრესი და ასე პესიმისტურ რეჟიმში არ ვისაუბრებ და ხელშესახების შედეგები დაიდება. სწორედ ეს არის რეკომენდაციების წარდგენის მიზანიც. კი ბატონო, მადლობა ლიკა ასეთი ამომწურავი ინფორმაციისათვის. ერთი შეკითხვა შემოვიდა, ერთი კითხვა. კითხვა მდგომარეობს შემდგომში. რა ხდება, როცა ბავშვს აქვს სწავლაში სირთულეები, ამის დაზუსტება, დოკუმენტირება ხდება სკოლის პერსონალის სპეციალისტების მიერ, თუმცა მშობელი უარს აცხადებს შეფასებაზე, სსმ სტატუსის მინიჭებაზე და სპეციალისტების დახმარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხია. ჩვენ როდესაც ანგარიში გამოვაქვეყნეთ 2019 წელს, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად დავასახელეთ და გამოვკვეთეთ სწორედ ეს, რომ თვითონ ამ 16-იან ბრძანებაში, რომელიც მე ვახსენე, გაწერილია, რომ როდესაც თქვა პირველ ეტაპზე ვერ ხდება ბავშვის თქვა რეკომენდაციებიდან შემუშავება, მაინც ვერ ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებული მიზნების დაძლევა და შემდგომ უკვე საჭირო არის ბავშვის შეფასება და 16-იან ბრძანებით მშობლის თანხმობა აუცილებელია ამ შეფასებისათვის, ხშირად სკოლები დგანან იმ რეალობის წინაშე, რომ რადგან არ აქვს მშობლის თანხმობა,
ვერ ხდება მულტიდისციპლინური გუნდისთვის მიმართვა, ვერ ხდება შემდგომ რა თქმა უნდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება და რეალურად ზარალდება ბავშვი, ხო? ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ის, რომ განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გულისხმობთ სოციალურ რგოლს, უნდა შემუშავებუნა გარკვეული მექანიზმი თანამშრომლობის, იმიტომ რომ თუ კი ასეთ შემთხვევებში იკვეთება უგულებელყოფა და აუცილებელია მშობლებმა გაანალიზონ ის, რომ განათლების უფლება ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა და თუ კი მას ხელი ეშლება თავად მშობლის მხრიდან, რა თქმა უნდა, ესაც არის უფლება დარღვევა. უფლება დარღვევა ხშირად შეიძლება იყოს სწორედ მშობელი და ამიტომ თუ კი მშობლებელი არის უარზე და ამით ბავშვის განვითარების შეთანხმება ხდება, აუცილებელია სოციალური მუშაკის ჩართულობა. ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ თუ კი მიმართავენ განათლების სამინისტროს და მოითხოვენ იმას, რომ სოციალური რგოლიც იყოს თქვა ჩართული ამ პროცესში, ხო, და ჯანდაცვის სამინისტროც იყოს ჩართული, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მხოლოდ ერთობლივი მუშაობით, თუნდაც შეიძლება მშობელთან საინფორმაციო სამუშაოა გასატარებელი, ანუ ყოფილა პრაქტიკაში ესეთი შემთხვევებით, რომ თავად ვერ აანალიზებდა კარგად თუ რა სიცოცხლეებამდე მიიყვანდა ის, რომ ბავშვი არ იყო შეფასებული და ინდივიდუალური სასწავლო გეგმით არ სწავლობდა. ამიტომ თუ კი სკოლა ვერ გადის შედეგზე, შეიძლება სოციალური მუშაკის ჩართვაც, ხო, თქვათ და აუხსნას თუნდაც სოციალურმა მუშაკმა მშობელს ის, რომ განათლების უფლებაში ხელშეშლა არის ბავშვის უფლების, ფუნდამენტური უფლების დარღვევა და მათ შორის უგულებელყოფა შეიძლება გამოიხატებოდეს ამ უფლების დარღვევაში. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ სამინისტროს პარალელურად სოციალურ სამსახურთან აუცილებლად გქონდეთ მჭიდრო კომუნიკაცია ესეთ შემთხვევებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლიათ რომ მოგმართონ და ჩვენც ვეცდებით, რომ ყველანაირად გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. კი ბატონო, დიდი მადლობა და ბოლო შეკითხვა აუცილებლად გაგიშვებ. მადლობა რომ ამდენი ხანი ჩვენთან ერთად ხარ. ლიკა, ბოლოს საუბრობს და კი გეთანხმები ნამდვილად. აი, ლიკა, შენ რას ურჩევდი შშმ ბავშვების მშობლებს მათი შვილების განათლების უფლების ეფექტურად რეალიზებისათვის, რა უნდა გააკეთონ? ანუ შენ ახსენე რომ უნდა მოგმართოთ თქვენ, გამოიყვენონ ყველა სამართლებრივ ბერკეტი და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ რო გითხრა, ანუ რა უნდა გააკეთონ ამისათვის? კი, მარიკო, როგორც ვახსენეთ, პირველ რიგში ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენონ ყველა სახის ჩართულობის მექანიზმი, მათ შორის საბჭოების სახით, რომელიც მუნიციპალიტეტებში არსებობს, ხო, სხვადასხვა ფორმატები იმისათვის, რომ მათი პრობლემები დააყენონ დღის წესრიგში სხვადასხვა პასუხისმგებელი უწყებების მიმართ. და მეორე შემთხვევაში, თუ კი უკვე პრევენციულ მიდგომას აღარ აქვს სათანადო შედეგი და უკვე სახეზე გვაქვს უფლება დარღვევა, აუცილებლად უნდა გამოიყენონ ყველა ის მექანიზმი, რაც არსებობს ქვეყანაში, მათ შორის, როგორც ვახსენეთ, იქონიონ კომუნიკაცია, როგორც ბაგაბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან, მუნიციპალურ სამსახურებთან, განათლების სამინისტროში და აუდიტის დეპარტამენტთან და რა თქმა უნდა, ჩვენთანაც და ჩვენც უნდა მოგმართონ აუცილებლად ხასის მეშვეობით, იმისთვის რომ დავაოქმოთ ეს უფლება დარღვევა და დავიწყოთ შესწავლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის და მინდა ვუჩიო, რომ პირველ რიგში თავად გაძლიერდნენ ინფორმაციულად იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც იქნება. თქვათ, იქნება ეს საინფორმაციო შეხვედრები. მაგალითად, ჩვენ როდესაც რეგიონებში ვატარებთ ხოლმე მარიკო საინფორმაციო შეხვედრებს და დაგეგმვის პროცესში თხოვთ ხოლმე, რაც შეიძლება მეტი მშობელი იყოს, ხო, ჩართული. სამწუხაროდ რეგიონებში არის ხოლმე ხანდახან პასიურობა თავად მშობლების მხრიდან. არა და ამ საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში იმდენად ბევრ პრაქტიკულ პრობლემაზე მსჯელობთ და უშუალოდ ვაძლევთ იქ რჩევებსაც, დამსწრე პირებს და ძალიან ბევრ საკითხს განვიხილავთ. ჩემი რჩევა იქნება, რომ აი ესეთი შესაძლებლობები რაც იქნება, ხო, თქვათ, შეხვედრების ფორმატები და ასე შემდეგ, ყველა ფორმატი მაქსიმალურად გამოიყენონ იმისათვის, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ თავად მათი შვილის უფლებებზე, იმიტომ რომ რაც უფრო ინფორმირებული ხარ, უფრო კარგად შეგეძლია ადვოკატირება და უფრო კარგად შეგეძლია შენი შვილის უფლებების დაცვა. ამიტომ ესაც იქნებოდა ჩემი მხრიდან რჩევა მშობლებს. და მეც დავამატებდი, რომ შობლის კივრის ბიბლიოთეკა ასე ვთქვათ, გამოიყენო, ვინაიდან აქ არის თავმოყრილი უამრავი ინფორმაცია ბავშვთა უფლებებზე, შშმ ბავშვების უფლებებზე და ჩვენი Facebook Live-ის ერთ-ერთ მიზანსაც წარმოადგენს, რომ მშობლებამდე მივიტანოთ ინფორმაცია და მომართოთ შობლის კივრს კონსულტაციისთვის და ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, გამოიყენოს ის რესურსი, რომელიც ამ page-ზე არის განთავსებული. ლიკა, ძალიან დიდი მადლობა.
რომ ჩვენთან ერთად იყავი. მადლობა ასეთი საინტერესო საღამოსათვის, ასეთი ამომწურავი ინფორმაციისათვის და მადლობა ჩვენს მსმენელებს, რომ ჩვენთან ერთად იყვნენ ბოლომდე. მე გემშვიდობებით მომავალ Facebook Live-ამდე. კარგად და მადლობა თქვენ, რომ ამ საკითხებს აქტუალობას არ უკარგავთ. ნახვამდის.